აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების დამანგრეველი ლოგიკა და დაიწყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის ლელო დიალოგის ინიციატივით გამოდის. მანამდე ისინი 9 პროდასავლური პარტიის გაერთიანებას არ შეუერთდნენ. ლელოს განცხადებას კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა ოპოზიციის ალიანსის წევრების მხრიდან. გუშინ კობახიძემ ოპოზიციასთან დიალოგის წინაპირობად ოცნების ლეგიტიმაციის აღიარება დაასახელა. ყაველაშვილმა განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული რამაზ ხანგოშვილი შეიწყალა, მას 9 წლიანი პატიმრობა ჰქონდა. მისჯილი საქმე ეხება 2019 წელს პანკისის ხეობაში მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტს, სადაც 37 წლის ვისურ მუთოშვილი მოკლეს. ის სხვებთან ერთად ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა. საქართველოს ამბები წერს, რომ თავდამსხმელები რამაზ ხანგოშვილი და არბი ქავთარაშვილი ოცნების მხარდამჭერთა ბანაკში ჰესების მომხრეებს შორის იყვნენ. მოჯდაბა ხამენეი პუტინის მოწვევით მოსკოვში ფეხის ოპერაციისთვის გადაიყვანეს ინფორმაციას ქუვეითის მედია ავრცელებს. გამოცემის თანახმად ირანის ახალუზენაეს ლიდერს ოპერაცია პუტინის ერთ-ერთ საპრეზიდენტო სასახლეში ჩაუტარდა. შეწყვიტეთ ცეცხლი, გაიხსნას გზები დიალოგისთვის. რომის პაპი ლეო მე-14 მხარეებს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისკენ, ომის დასრულებისა და დიალოგის ხელახლა დაწყებისკენ მოუწოდებს. ძალადობა ვერასდროს მოიტანს სამართლიანობას, სტაბილურობასა და მშვიდობას, რომელსაც ხალხი ელოდება, განაცხადა პაპმა.